ჯამრთელი და განათლებული მოსახლეობა ყოველთვის შექმნის ცოდნაზე დამყარებულ ეკონომიკას. ზოგადად ყველაზე დიდი მონოპოლი ჩვენი არის თავისუფლება. თუ ცოდნა არ გაქვს, თავისუფალი ვერ იქნები. უკან მოხედვის ნამდვილად არ მეშინია და არ მწვენია. რა ვქნათ ახლა? მე ვარ ამირან გამყრელიძე, ექიმი, უკვე საკმაოდ დიდი ხნის სტაჟით, 50-ზე მეტი წელი, ანუ ნახევარი საუკუნეა ვექიმობ. დღეს უფრო თავისუფალი სამაქვს, გრაფიკი. კვირაში 2-3-ჯერ ალბათ უნივერსიტეტში საღამოობით არის ეს ლექციები, იმიტომ რომ მე ვკითხულობ მაგისტრანტებთან და დოქტორანტებთან ლექციებს და ჯანდაცვის მეცნიერებათა სკოლაში ვარ უკვე, რაც წამოვიდი დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან. ასევე სხვადასხვა სხდომებზე ჯერ კიდევ მიწვევენ ხოლმე და ამიტომ იმის და მიხედვით დგება ჩემი ყოველკვირეული განრიგი. ზევი მიყვარს ქუჩაში ზეირნობა გადავალ 1-2 საათი წითელ ბაღში. არა მე შენ რომ არ ხარ, რა ვიცი, ვერდები თორე, გამარჯობა. ალერგოლოგი და ეს ყველაფერი დამავიწყდა უკვე ყველა. არა ისე ის დრო გაიყოფილა. რესპუბლიკურში კი. აი დრო. იცი ვინ ვნახე? ის ბოლოს თქვენი განყოფილების გამგეიყო ისრაელში რობერტი ელიგულაშვილი. კაი ქირურგი იყო. კაი ქირურგი და კაი ბიჭი. კაი ბიჭი, ხო. კარგად იყავთ. კარგად ზამდებოდეთ, ჯანმრთელობა. ეს არის ჩემი საცხოვრებელი სახლი. აქ ცხოვრობთ უკვე 50 წელზე მეტია. მე და ჩემი მეუღლე და ბავშვებიც. ეხლა აღარ ცხოვრობენ ჩემი შვილები აქ, მაგრამ ვფიქრობ, რომ არც ვაპირებ დატოვებას. კარგად გილზე ვართ ყოველ მხრივ. ხელმისაწვდომია, მწვანე ბევრი წინ უკან. და ეხლა ვართ ჩემს ოთახში, სადაც მე ვმუშაობ, ეგრეთ წოდებულ კაბინეტში. ძველი კაბინეტია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასია ჩემი აქ რაც დგას ეს, რასაც უყურებთ ეს მამაჩემის სახელზე მისი დანატოვარია. დიდარი ბიბლიოთეკა რაც გვაქვს, ესეც თქვა დიდი ნაწილი მამაჩემისგან მოდის. მიყვარს ეს ნახატები ზოგადად. რა თქმა უნდა არის ყველაზე მთავარი ჩემი შვილიშვილების სურათები და მათ მიერ სხვადასხვა საიუბილეო თარიღებზე მოძღვნილი სხვადასხვა დახატული ალბათ მაბედნიერებს ის რომ აი 7 შვილიშვილი მათთან ერთად ყოფნა ხოლმე ეს მაბედნიერებს ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება 60 რო გადასცილდები 65 მე ძალიან სწრაფად მიდის უფრო აჩქარება უფრო მაღალი ტემპით არის ეს არის დედა ჩემი მეყვარს ეს სურათი და დედა ექიმი იყო მამი და ბიძა ექიმები იყვნენ გამიგეთ და ამიტომ ხშირად საექიმო საკითხებზე და სამედიცინო საკითხებზე ოჯახში საუბარი იყო ხოლმე ხანდახან დედას მივყავდი პოლიკლინიკაში მუშაობდა თავის თქვათ სამსახურში როცა დამტოვებელი არ იყო სუპატარა როცა ვიყავი აი ეს არის პატარაობის საბავშვო ბაღში მაგალითად ეს ვარ მე ეს ხელმოწერის ცერემონიალი ეს მე და ნიკუშა ჩემი შვილი ოღონ პატარავო შედარებით უნივერსიტეტში ეს მე და ჩემი მეუღლე უკვე ეს მინისტრობის პერიოდია ეს არის ჩემი სამივე მე უფროსი შვილი აღარ ამყავს ცაშია აი ეს არის ჩემი უფროსი შვილი და თავისი საცოლე რომლებიც ერთად დამეღუპენ ავარიაში ეს არის ჩემი ცოლი აი ეს მეყვარს ჩემი ცოლის ეს სურათი ეს იშვიათად მომღიმარე მინისტრი ცნობილი სურათი იყო თავის დროს აი ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი სურათი ჩემი მეუღლე და თამუნია ეს არის ჩვენი ძველი 150 წლის სახლი რაჭაში და იქ ვართ ამ ზაფხულს ავედით სანახავად იქაურობის გავაცანი ბავშვებს და ეს ბაბუა ჩემია და ჩემი უფროსი ბიჭი ბაბუა 90 წლის მოკვდა რეპრესირებული იყო გადასახლებული 27-ში გადაასახლეს ბაბუა ჩემი და ბებია ჩემი მოკვდა რამოდენიმე თვეში
ხუთი ქალიშვილი დარჩა უპატრონოდ გადაინაწილეს მეზობლებმა და ნათესავებმა ესენი საშინელი ისტორია. ხო და ეს ხალხის მტრად იყო აღქმული და ესოში დაასაფლავეს წამღები არავინ არ იყო. პირველი მოგონებები მაინც არის მაინც სტუდენტობა, როცა პირველ ავადმყოფს გაგასინჯებენ, ახლაც მახსოვს ის ავადმყოფი. შიო გუგეშაშვილი იყო ასეთ ძალიან კარგი ექიმი და პროფესორი ჩვენი კათედრის გამგე. აი პირველი თქვათ ძალიან კარგად მახსოვს, როცა დამოუკიდებლად გამასინჯეს ეს ავადმყოფი და მითხრეს რომ აი ისტორია უნდა დაწერო. რა თქმა უნდა, კარგად მახსოვს რესპუბლიკურ სამავადმყოფოში მთელ სართულზე რომ დამტოვეს 120 ავადმყოფი იყო პირველი მორიგეობა. რა თქმა უნდა, კარგად მახსოვს პირველი რთული შემთხვევა იმ თვალსაზრისით, როცა ცუდი გამოსავალი დადგა ექიმს ყოველთვის ახსოვს. რა თქმა უნდა, მენატრება ის წლები, ის ახალგაზრდობის წლები. ეგ ჩემი დილემა, როცა ჩავფიქრდები ხოლმე, რამდენად სწორი გავაკეთე, როცა პრაქტიკული საექიმო საქმიანობა შევცვალე, აი ამ მენეჯერული საქმიანობით, როცა უკვე მომიწია მაღალ პოსტებზე სამედიცინო სფეროში მუშაობა ჯანდაცვის ორგანიზაციაში. ეს უკვე დამოუკიდებლობის პერიოდია, როცა ჩვენ ქვეყანა დამოუკიდებელი გავხდით და მაშინ იყო გარკვეული მოთხოვნა, რომ ჩვენ ახალ ქვეყანას ვაშენებდით, დავიწყეთ ახალი ქვეყნის შენება და იქ ჩვენი წვლილი უნდა შეგვეტანა. ერთადერთი ეგ მამშვიდებს, რომ ამიტომ შევცვალე მე ჩემი თქვათ ეს გეზი. ამ შორს იმ ხალხის, ვინც ეს გააგრძელა. მშენებლობა არასოდეს არ თავდება. მით უმეტეს ქვეყნის მშენებლობა სულ მიმდინარეობს უკეთესობისკენ. რა თქმა უნდა, ჩვენ მივდივართ იქითკენ, რომ გვინდა უკეთესი ეს ყველაფერი. რატომ ამბობთ, რომ ჩვენი მომავალი გვინდა, რომ ევროკავშირს დაუკავშიროთ, იმიტომ რომ მე კარგად ვიცი, ნამუშევარი ვარ ევროკავშირის ქვეყნებში თავის დროზე. ძალიან მინდა, რომ ჩვენ დაუახლოვდეთ და ახლოს ვიყოთ მათთან. ინტეგრაცია დასავლეთთან, და ასევე თქვათ, თუ გადმოვიღებთ ახლა კარგ იაპონურს, კარგ ახლა სინგაპურს, თუ სხვა ეს აღმოსავლეთის ქვეყნები, მაგრამ ტრადიციულად საქართველო ყოველთვის ეს დასავლური ორიენტაციის ქვეყანა იყო და ჩვენთვის მთავარი მაინც ეს ფანჯარა, რაც გავჭერით თავის დროზე, დასავლეთში ეს არ უნდა დაიხუროს. ინტეგრაციის გარეშე ჩვენ ვერ განვითარდებით და გავჩერდებით. ყველაზე დიდი მონოპოლი ჩვენი არის თავისუფლება, ხო? თვითონ სიტყვა გეუბნება თავის უფალი ხარ. მე ჩემს სტუდენტებს ყოველთვის ვეუბნები, რასაც მე გეუბნებით, ეს დოგმა არ არის. თქვენ თავისუფლები ხართ და უნდა იყოთ. თქვენ უნდა გადაამოწმოთ იგივე, რასაც მე გეუბნებით, ყოველთვის თავისუფალი უნდა იყოთ და უნდა მისცეთ და არა ის რომ უბრახუნო იმაზე მუშტზე, რომ აი მე რასაც გეუბნებით, ეს დოგმაა და ეს უნდა დაიმახსოვროთ. არა. მე თავიდანვე ეს თავისუფლების სწრაფვა ყოველთვის მქონდა. უნდა ვთქვათ, მეკითხა ბევრი ეს ვიცოდი და აი ამ ბევრ კითხვას და განათლებას იმ დარგისა, სადაც მუშაობ, ხო, მოაქვს სწორედ თავისუფლება. აი ეს მაძლევდა თავისუფლებას იმისას, რომ თავისუფლად გამომეთქვა ჩემი აზრი ყოველთვის. ზოგს ეს მოსწონდა, ზოგს არ მოსწონდა და დღემდე ასეა? დღემდე ასეა. სწორედ ამის შედეგი იყო გარკვეული რაღაცეები მე, რომელიც პოლიტიკურად შეაფერადეს ვიღაცებმა. კონკრეტულად რა? ეს უკვე შორს წაგვიყვანს. მე ჯილდოები არასოდეს არ მიმიღია, არასოდეს მხოლოდ გავბრაზდი სალომეს ის, რომ დაუპირეს, რა ქვია, იმპიჩმენტი და მაშინ დავთანხმდი მაგას, რომ შემომთავაზა. მანამდე შემომთავაზა უარს ვეუბნებოდი, მე დავთანხმდი და ეს მივიღე მისგან. აი აქ არიან ესენი, წავიყვანე ბავშვებს, რომ პრეზიდენტის სასახლე ენახათ. ეხლა არ არის სხვადასხვა პოზიციების დრო, იმიტომ რომ რთული პერიოდია ქვეყანაში. ძალიან რთული დეკემბერი იქნება. როცა ძალიან რთული პერიოდი გქონდა, ეს 3 წელიწადი COVID პანდემიასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრი იყო ყველაზე უფრო წინა ხაზზე, ხო? და თავისთავად ეხლა მე იმ სხდომაზე, იმ ყოველდღიურ სხდომებზე მე ჩემს აზრს თავისუფლად ვაფიქსირებდი ყოველთვის. მაგრამ როდესაც დავაფიქსირე, რომ გარკვეულ პერიოდში რომ პოლიტიკამ დაჩაგრა ჯანდაცვა თქო, ბევრს ზოგიერთებს ეს შემდგომ არ მოეწონა.
ვაჟა გაფრინდაშვილის თუ გოგი ჩახუნაშვილის მიმართ მე დავაფიქსირე ჩემი მოსაზრება, რა თქმა უნდა, სწორი ვიყავი, იმიტომ რომ რატომ უნდა დააპატიმრო იქ მე არ მესმის, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ გვინდა არ მოგწონს ზოგიერთი რაც ხდება და არ გვინდა უკან დაბრუნება. კარგად მახსოვს მე რთული პერიოდი 9 აპრილის რთული პერიოდი სამოქალაქო დაპირისპირებულობის, სადაც ექიმები ძალიან ღირსეულად იქცეოდნენ 91 წელში, სანამ ეს ტყვია გავარდებოდა, სანამ იქ ცნობილი ფაქტია ის ღირსეულმა ექიმმა სამწუხაროდ თავი დაიწვა რუსთაველზე, რომელიც გაჩერებულიყო, არა, ექიმები სხვა ხალხია, გამიგეთ, მათ სიტყვას სხვა ანგარიში უნდა გაეწიოს. კარგად მახსოვს მე მაშინ მინისტრი ვიყავი, როცა ეს 2003-ის როდესაც მთავრობის შეცვლა მოხდა, ხო, 5 ყველაზე ცნობადი ექიმი დადიოდნენ ორივე მხარესთან, რომ არ შევსულიყავით ჩვენ ისევ და ისევ იმ სპირალში და იმ დაპირისპირებულობაში, რომელმაც აი 91-12 და შემდგომი წლები მოიტანა მერე, ხო? და მართლაც თავისი როლი ითამაშა თქვათ ეგრეთ წოდებულმა მედიაციამ. ეხლაც ექიმებს მე მგონი, რომ მთავრობამ უფრო მეტად უნდა დაუგდოს ყური. ხუმრობ ხოლმე რომ ამ სიბერის დროს გიორგი ისაკაძემ დამასაკმა. ბევრი ერთამის უბრალოდ იმასკენ. ყოველკვირეულად გადაცემას ვამზადებ. მოწარდებს შემოსავლე ჩხუბი. მოგესალმებით, ეს ყოველკვირეული ჯანდაცვის სტანდარტი არის ნინი ლონგურაშვილთან და ამირან გამყრელიძესთან ერთად. მოგესალმებით, დღეს კვირა დღეა, ჩვენი ჯანდაცვის სტანდარტის დრო. ვიწყებთ ახალ გადაცემას, რომელიც ეძღვნება ჯანსაღ სიბერეს. საკმაოდ საინტერესო თემაა, რომელიც ყველას შეგვეხება რაღაცა დროს და ამიტომ ვფიქრობ, საინტერესო დისკუსია გვექნება. ნახეთ, ცხოვრების დასასრულს უკვე ჟურნალისტიც გავხდი რა, გეცა. და მოგწონთ ბატონ ამირან? და ჟურნალისტობა, წამყვანობა, მაგრამ დამცინიან სახში. ჩვენ მართეთ კოვიდი ისე როგორც შეეფერებოდა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და თქვათ ინტელექტუალურ განვითარებას. ისე ვმართეთ. პირველი 9-10 თვე კოვიდი ვმართეთ ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიოში, ანუ ყველაზე ნაკლები ინფექცია ჰქონდა, ერთ-ერთი ყველაზე ნაკლები პირველ 5 თვეულში შევდეოდით. 20 წელიწადს მე მახსოვს და ძალიან დიდი მადლობა გადაუხადე ყოველთვის საქართველოს უპირველეს ინსტიტუციას, საქართველოს ეკლესიას, რომელიც მხარში დაგვიდგა მახსოვს გაზაფხულზე ჩვენ, როცა თქვათ აღდგომის პერიოდში ძალიან გვეშინოდა, რომ არ დაგუმართლდა ის, რაც იტალიას დაემართა, ის, რაც საფრანგეთს დაემართა. მაგრამ შემდეგ დავიჯერეთ ქართველებმა, როგორც ვიცით ხოლმე მე ესში ვამბობთ ხოლმე და დამცინიან მე, რომ ერთი ტაიმის მოთამაშე ვართ მე, ფეხბურთსაც და კალათბურთსაც ორივე ძალიან მიყვარს რა, სპორტს. მე თავის დროზე ასევე მივდევდი სპორტს და ამიტომ ორივე ძალიან მიყვარს. ჩვენ შეგვიძლია ერთი ტაიმი ვეთამაშოთ ნებისმიერ ქვეყანას და ნებისმიერ გუნდს, მაგრამ აი ორი ტაიმი მე თამაში არა, ეს უკვე რთული, ეს არ არის ის გერმანიის მანქანა, რომელსაც შეუძლია ბოლო 5 წუთში გადაწყვეტოს. ასე იყო მანდაც ჩვენ გავითავისეთ მე ზაფხულში, რომ რა მაგრები ვართ ჩვენ დავამარცხეთ კოვიდი 20 წელზეა საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდირებული იყო ნელ-ნელა მოშვება და განთავისუფლება ამ მოჭერების რაც იყო გაზაფხულზე, უცბად ყველამ და დაიწყო ისევ ქორწილები, დიდი 400 კაციანი, ისევ დიდი ჭირისუფრები, ისევ დიდი ისინი. ვეხვეწებოდი, მახსოვს დავდიოდი, რომ მოაკეთებთ ამას. აგვიფეთქდება ისე. მართლაც აგვიფეთქდა მე ნოემბერში. იქნება სადღაც 88 მცრელი ცენტრი ქვეყანაში. ანუ შეგვეძლო, რა თქმა უნდა, უკეთესად თუ ის სოლიდარობა, რაც 2020-ში ჰქონდა, გაგრძელდებოდა 2021-ში. 1300 ნაკლები კილიკი, ნაკლები ლანძღვა და დაჯერება, რომ რასაც თქვათ, პროფესიონალები
რეკომენდაციას იძლევიან, ის უნდა შესრულდეს, თქვათ. ეს Pfizer-ი ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდა მხოლოდ ივლისში ჩვენთვის, მაშინ როცა თქვათ ევროკავშირის ქვეყნებმა ძირითადად მაინც ვაქცინაციის მთავარი რაუნდი მოათავეს მაის-ივნის ივლისში. ამიტომ 21 წელს ჰქონდა მაღალი სიკვდილიანობა, რომელიც თავისთავად ძალიან მოქმედებდა პირადად ჩემს ჯანმრთელობაზე, პირადად ჩემს ფსიქოლოგიურ იმაზე ძალიან მოქმედა. ამას ყველაფერს როცა ეხლა ვიგონებ ხოლმე ძალიან განვიცდი ამას ყველაფერს. ჩემთვის ძალიან რთული იყო, როდესაც ყოველ დილით მე ვიღებდი ერთ-ერთი პირველი სახელობით ინფორმაციას გარდაცვლილების შესახებ. რთული იყო ეს განცდა და ამიტომ ვამბობ, რომ შეგვეძლო, რა თქმა უნდა. Pfizer-ის და AstraZeneca-ს შემდეგ ქვეყანაში ამიტომ გული მწყდება ამაზე და რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩემ თავზე ბრაზდები, რომ 24 საათი არ ვიმუშავე, ვერ დავარწმუნე მოსახლეობა იმაში, რომ მაგრამ ჩემი კოლეგებიც ახლა ექიმებმა რომელსაც უნდა ჩვენ გვეჩვენებიან მაგალითი მიგვეცა, აიცრა მხოლოდ 83% ექიმების, მაშინ როცა 18-19%-ზე უნდა გავსულიყავით. იგივე საექთნო კორპუსის 63% აიცრა მაშინ. იგივე ვერაფრით ვერ დავარწმუნე საკოორდინაციო საბჭო, რომ მანდატორული აცრა შემოგვეღო. ამიტომ ეწყინათ ჩემგან, როცა ვთქვი, რომ პოლიტიკამ დაჯაბნა, ნაკლებად მოусმინეს ექიმებს მერე თქო. უკვე 21 წელს ეხება ძირითადად. და ეს თხოვე სწორედ აცრები დავიწყეთ, რომ გვერდში დაბრუნდა ეკლესია. ადგილობრივი მღვდლები. აი ბალტიისპირელებს ჰქონდათ ეს მაგალითი, რომ მიდიოდნენ სოფლებში ბრიგადები ამცრელი, როგორც ჩვენთან დადიოდნენ, იმათ მიყვებოდა თან სოფლის მღვდელი. ეს ვერაფრით ვერ განვახორციელეთ აქ ჩვენთან. მერე ამდენი ქება, ამდენი ლანძღვა ერთად შეზავებული გამიგე კითხულობდი ყველაფერს, ვეუბნებოდი, რომ წამაკითხეთ ყველაფერი, იმიტომ რომ იქიდანაც ბევრი ის მოდის მერე გზავნილი თუ რას მიაქციო ყურადღება, ხო? მაგრამ ეს მოქმედებს რა გინდა თუ არა, იმიტომ რომ ომში ხარ და ომში შეიძლება მოგვდე. დავსახავთ გეგმას გარდამავალი პერიოდის და ამის შემდეგ მე ვტოვებ პოსტს. თქვენ გადაწყვეტილება იყო თუ მინისტრის გადაწყვეტილება იყო ეს რომ თქვენ პოსტი დაგეტოვებათ? ორმხრივ. მინდოდა რომ ეს ჰეპატიტი მიმეყვანა ბოლომდე და მეორე ოცნება მქონდა რომ ჩვენ ძალიან ძლიერები ვიყავით და გავაძლიერე ძალიან 10 წლის განმავლობაში რაც დავდებოდა კონტროლის ცენტრში ვიყავი გენომიკური კვლევები, ანუ გენომზე დამყარებული კვლევები. ნუ სამწუხაროდ ბევრ რამეში ვერ მოვიგდით მე და მაშინდელი მინისტრი და შეიძლება ცოტა ზემოთაც არ ვიცი. გადარდებთ ეს? არა ნამდვილად. სკამი ნამდვილად არ მადარდებს საქმე. აი ბოლო რაც დავტოვე, რომ მოვდიოდი იყო ევროკავშირთან დასრულებული მოლაპარაკება, რამოდენიმე თვის წინ ევროკავშირმა შეაჩერა ეს პროექტი. ეს ძალიან ცუდია. გამარჯობათ. როგორ ახართ? ნესი სად არის თომა? ბაბუ წამოხვალ? რომეც ლაპარაკობთ ხოლმე, რაც ვერ გავაკეთე ხოლმე, თორე ვივახციეთ იმას, რომ საქართველოს ერთ-ერთმა პირველმა გაჭრა, თქვათ, ფანჯარა იმ ბნელ საბჭოთა პერიოდში დასავლეთისკენ. და საქართველოს იმ დარგში, ალერგოლოგიაში, მაშინდელ საბჭოთა კავშირში იყო ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ქვეყანა. სამინისტროს პერიოდში მივახციეთ იმ გუნდმა, ვინც 10 წელი მუშაობდით, რაღაც საფუძვლების შევქმნით ახალი უკვე დამოუკიდებელი ქვეყნის ახალი ჯანდაცვის სისტემის. ნუ დავადებოთა კონტროლის ცენტრში, რაც დაგისახელეთ ახლა ბევრი პროექტები, დიდი ვთქვათ, ურთიერთობები განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან ეს უზარმაზარი ეს ლუგარის ცენტრის პროექტი და ტიტრას პროექტი და ბევრი სხვა განხორციელებული პროექტები რო ჩამოყვე ახლა შორს წავალთ. ბაბუ რაკენი დღეს ბახში აბა მომიყევი ახლა? ჰა? გარეთ იყავით ეზოში? რომ მივდივარ ქუჩაში
ჩემ შვილიშვილებთან ერთად ვიღაცა მოვა მადლობას მეტყვის ვიღაცა მოვა ეს ვიღაცა თომ არის ხელოსანი შენ რა უნდა გამოხვიდე სულ ორი შემთხვევა მქონდა წარმოიდგინეთ სახალხოდ როდესაც და მე თვითონ ძალიან გამვიცადე შვილიშვილთან ერთად გამლანცხეს მოვიდნენ და ნუ ესეც ბუნებრივია სხვანაირად ვერ იქნები შენ ყველასთვის მისაღებია რა ბაბუ რა ამდენი მადლობა და რა ხდებაო მითხრა გამიგდა მითხარ რომ გაიზრდები კიდე ბაბუ მე მიხვდები რა ხდება მაგრამ ვიცოდი არ შეგწყვება ჩემი მეთქი რა ხდება პოლიტიკაში გითხარი ახალი დღეს მიტინგზე ვინ მიდიხარ წამოდით აბა შემოდით ნენეს დაურეკე დიშამ ავლის რეჟიმს ოქცონს ბრიტანული ცხოვრების წესი როგორ ფიქრობ კარგი არჩევანი გააკეთე კი 100% ექიმობას ფეხი მიკარიდა ეხლა რა იქნები ინტერიერის დიზაინერი მივახცე იმას რომ მოკლედ რო გითხრათ რომ ჩემს ოჯახს და ჩემს შთამომავლობას ჩემი არ შევწყვეტ. შემეძლო მეტი ნამდვილად შემეძლო. მაგრამ ამას საზღვარი არასოდეს არ აქვს. ეგ არის ყველაფერი. რა ხდებოდა დღეს სკოლაში ბაბუ? მარტო 4 იყავი? რატო? ღორის გრიპია? ხო, ჩვენ გეცხარით. მე აცრილები არ არიან ბავშვები ბაბუ? ჰა? არ ვიცი. შენ არ უთხარი რომ აცრილი ხარ შენ და არ ვიცი. რატო? იმიტომ. შენთან მე დამიკეტე სკოლა. რატო? ღორის გრიპი. შენ გაგიხარდა ხო ეგ? გია რაღაცა თან არ არის არაფერი არა. შენ მარია არ ფერი არა.